საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა და სხვადასხვა სექტორში არსებული გამოწვევა. ამ საკითხზე ბიზნეს ასოციაციამ კონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები იყო განხილული. კონფერენციაზე მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვები წარადგინეს. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება და როგორ აფასებს ბიზნეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, მათ შორის თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები და მომდევნო წლებში რაზე იქნება დამოკიდებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შენარჩუნება, ასევე როგორია ბიზნესის მოლოდინები 2025-2026 წლებისთვის, რა პროგნოზი კეთდება ლარის კურსთან მიმართებით. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ისაუბრეს. კობახიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა წელს ქვეყანას აქვს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა. მან EBRD-ის ბოლო მონაცემებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ EBRD-ის თანახმად საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებსაც. მათ ლარის კურსის ბოლოდროინდელ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება და აღინიშნა, რომ იანვრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 15 თეთრით არის გამყარებული. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-24 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ქართულ რეგიონში და მოხარული ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%. ასევე ზუსტად გუშინ თუ დღეს გამოქვეყნდა EBRD-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია ამ ტენდენციის შენარჩუნება და ამ კუთხითაც თქვენთან თანამშრომლობას ენიჭება ჩვენთვის ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბიზნეს ინდექსმა კარგად არჩევნა, რომ ბოლო კვარტალი იყო ობიექტურად ზრდა და შესაბამისად ეს ზრდა ინდექსის და გამოსახულია როგორც კომპანიების ბრუნვის ზრდაში, დასაქმებულების ზრდაში და შემდეგ და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც დასაქმების ინდექსის, საინვესტიციო აქტივობა და შემდეგ, იმიტომ რომ გზდას ჩვენ სამივე ძირითადი მიმართულებით ვხედავთ. ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. ალიტრა კითხვების იყო პირველი მაგალითი, რაც შემიძლია მოგიყვანოთ იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწების არასასოფლოში გადაყვანის თემასთან დაკავშირებით, ასევე გახდა დასმული კითხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აი მსგავსი კალიბრის და მსგავსი მიმართულების კითხვები იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბიზნესისთვის ის მესიჯები და ის კომუნიკაცია, რომელიც ასეთ შეხვედრებზე ხდება. რა თქმა უნდა, იყო ძირითადად ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბარი, ანუ ის მცირე პროგრესები, რომელიც თქვას ჩვენს ეკონომიკას ყოველკვარტალურად ახლავს, BHS ინდექსი გაჟღერდა, პრემიერმა გააჟღერა ძირითადად ენერგეტიკის მიმართულებით რეფორმაზე ჰქონდა საუბარი, განათლების რეფორმაზე იყო საუბარი და თქვათ იგივე ლოჯისტიკურ პროექტებზე. ჩვენ გავეცით კითხვებს პასუხი, თუ რა იწვევს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, რა არის ზრდის ძირითადი წარმმართველი ფაქტორები და ასევე ამ კონტექსტში განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალ წლებშიც ეს მაღალი ზრდის ტემპები გაგრძელდეს და აქ შევეხეთ ჩვენ საქართველოს ეკონომიკის როგორც ძლიერ მხარეებს, ასევე გამოწვევებს. ძლიერი მხარეები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა, ზრდა არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე დარგზე, ასევე კავშირები უცხოელ პარტნიორებთანაც არის დივერსიფიცირებული. ის, რომ ბიზნეს მიმზიდველია ბიზნეს გარემო და ეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არის ასახული. ცხადია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ბიუროკრატიულ ბარიერებზე, ინვესტიციების შემცირების საკითხზე. ითქვა, რომ ბარიერები არსებობს როგორც შიდა, ისე საგარეო ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში. ბიზნესისთვის გამოწვევებს შორის დასახელდა კვალიფიციური კადრების და ასევე მუშახელის დეფიციტი. ჟურნალისტების შეკითხვაზე განიხილეს, თუ არა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერთან ეგრეთ
ეგრეთ წოდებული თეთრი სიების საკითხი, რომელმაც შესაძლოა მშენებლობის ნაწილში კომპანიების განწყობის გავარესება გამოიწვიოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი, თუმცა ეგრეთ წოდებულ თეთრ სიებთან დაკავშირებით სამინისტროსთან დიალოგი მიდის და უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისული შეთანხმება შედგება, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოწვევების ნაწილში ჩვენ ნახეთ, რომ ცოტათი აწეული არის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები და ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი. დღეს თეთრ სიაზე არ იყო საუბარი, იმიტომ რომ დიალოგი სამინისტროსთან მიდის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისული შეთანხმება შედგება იმისათვის, რომ ერთის მხრივ სამინისტრო სახელმწიფო ზოგადად იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტებით, რასაც სახელმწიფო ითხოვს და ვადებით და მეორეს მხრივ კარგი შემსრულებელი იყოს სახალისებული, რაც იყო თავის დროზე თეთრი სიის მიზანი. გამოწვევები არის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აქ ხაზი გაუსვით როგორც შიდა ინვესტიციებს, ასევე საგარეო ინვესტიციებს და ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის მუშაობის დაჩქარება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აქ მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების წილი მთლიანში და პროდუქტивთან მიმართებაში რაც არის ზოგადად ბოლო წლებში უნდა შენარჩუნდეს მომდევნო წლებშიც რომ ის პოტენციალი რაც არის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტურიზმი, თუნდაც სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, აქ გვჭირდება ინფრასტრუქტურის მაღალი ხარჯები და ბოლოს გამოწვევა არის სამუშაო ძალის უნარები და სპეციალისტების ნაკლებობა. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მსხვილმა საინვესტიციო ბანკებმა საკუთარი ეკონომიკური მიმოხილვა წარმოადგინეს. გალთენ თაგარტმა ბიზნეს საზოგადოებას მაკროეკონომიკური მიმოხილვა გააცნო, თბილისის კაპიტალმა კი ეკონომიკის სექტორული მიმოხილვა. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.